გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. ენერგეტიკა დღევანდელი წერტილის ფოკუსში 2025 წლის გარდამტეხი მოვლენები და შედეგები. რა ჭარბობდა გასულ წელსაც რეალური საქმე თუ მხოლოდ დაპირებები და რა მოლოდინები აქვს ბიზნეს 2026 წლისთვის. რამდენიმე წუთში სტუდიაში საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე შემოგვიერთდება, ვისაუბრებთ EAPDEN-ის საფრთხეზეც, ანუ რატომ არ უნდა გვეხაროდეს ტარიფის შენარჩუნება და რა რისკებს შეიცავს ის მოსახლეობის უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის. შეგახსენებთ 1 იანვრიდან სემეკი დენის ტარიფის ზრდას აანონსებდა, მაგრამ მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად 3 თვით გადაიდო. რა იქნება გაზაფხულიდან ჯერჯერობით არ ვიცით. შევაფასებთ ინტერრაოს кейსაც, რატომ გვიწევს საქართველოს მოქალაქეებს რუსული კომპანიისთვის 129 მილიონი დოლარის გადახდა და ისწავლა თუ არა სახელმწიფომ ეს ძვირად ღირებული გაკვეთილი ან რა ისწავლა. თან ეს არ არის ერთადერთი დანაკარგი. საქართველოს არბიტრაჟო დავა, როგორც ვიცით, წააგო ენკასთანაც, კომპენსაცია უკვე 450 მილიონ დოლარამდეა, რომლის გადახდაც სავარაუდოდ ისე ჩვენი ჯიბიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოგვიწევს. ნამახვან ჰესი, ხუდონ ჰესი, ნესკრა ჰესი პროექტები, რომლებისთვისაც მთავრობამ ინვესტორი ვერ იპოვა. წლებია გვესმის დაპირება, რომ დიდ ჰესებს სახელმწიფო აშენებს, რადგან ხალხი მთავრობას უფრო ენდობა ვიდრე ბიზნესმენს. თუმცა რეალურად ენერგეტიკაში საქმე ლაპარაკის ნაცვლად ეს პერიოდი ისევ არ დადგა. იცვლებიან მინისტრები, პრობლემები კი უცვლელი რჩება. ყველა მინისტრი აღიარებს თუ აღიარებდა ენერგეტიკის მნიშვნელობას ქვეყნისთვის, ზოგი პრობლემებსაც და გეგმებიც ჰქონდათ, რაზედაც BMG-სთან ინტერვიუებშიც საუბრობდნენ ის მინისტრები და მაშინ, როცა ჯერ კიდევ საუბრის უფლება ჰქონდათ. ნახოთ ფრაგმენტები 2019 წელს ნათია თუღნავასთან, 2023 წელს კი ლევან დავითაშვილთან ინტერვიუებიდან, დღეს ორივე ყოფილი მინისტრია. საქართველოს ენერგეტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და საინტერესო. გამეთანხმებით ინვესტორები ასევე ხედავენ იმას, რომ როდესაც თუნდაც მცირე ჰესი შენდება, ხან ტექნიკას უწვავენ ინვესტორს, ხან თოფს ესვრიან. რას აპირებს აქ ნათია თურნავა, მით უმეტეს თქვენი გამოცდილება ვიცით ენერგეტიკაში. რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რამდენად საკმარისად მუშაობს ამ მიმართულებით, რომ ის განწყობები, რაც დღეს არის საქართველოში, ფაქტობრივად ნებისმიერი ჰესის მიმართ შეიცვალოს? აქ გვაქვს ასევე ძალიან დიდი გამოწვევა იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობას ხშირად არ აქვს ელემენტარული ცოდნა თუ რა სიკეთე მოაქვს მისი რეგიონისთვის, მისი დასახლებული პუნქტისთვის, ამა თუ იმ მცირე ჰესს. ზოგჯერ, როდესაც არ არის ცოდნა, მის ადგილს იკავებს დეზინფორმაცია. ეს დეზინფორმაცია ზოგჯერ შეუგნებლად ვრცელდება და ზოგჯერ არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც შეგნებული мотиваციაც იყოს ამის უკან. სხვადასხვა ჯგუფი შეიძლება სარგებლობდეს იმითი, რომ არ არის კომუნიკაცია. ეს არის ჩემი ეჭვი დაფუძნებული რაღაცა პრაქტიკულ გამოცდილებაზე. ჩვენ უფრო წყობრ კომუნიკაციის სისტემას შევთავაზებთ მოსახლეობასაც და ინვესტორსაც. კერძოდ, დავნერგავთ შეთანხმებების პრაქტიკას. ეს პრაქტიკა მუშაობს კონკრეტულ პროექტებში, სადღაც უკეთ მუშაობს, სადღაც ნაკლებად, მაგრამ ვიმუშავებთ, რომ ეს გამოსწორდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მხარე მიგზნობს პასუხისმგებლობა. გაშუღული შესაძლებლობები, ბატონო ლევან, ისევ იმით ხარ აიხსნება, რომ მთავრობას დიახაც ხანდახან არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის ეშინოდა თუ ერიდებოდა, იმიტომ რომ ნამახვან ესი გამახსენდა. ახლა მიუბრუნდეთ, მოდით ამ ფლაგმან პროექტებს, ამ სტრატეგიულ პროექტებს. ინვესტორი როცა შეიძლებოდა თქვენც იყავით ხეობაში მახსოვს ჩასული და იმის ნაცვლად რომ რაღაცა გამოვასწოროთ, თქვით რომ პრემიერმა თქვა რომ აი ესეთი კონტრაქტი არ მომწონს და გადავდით. მოდით ასე ვთქვათ, მოდით ვისაუბროთ მომავალზე, მოდით ვისაუბროთ ამ პროექტებზე და სახელმწიფოს როლის გააქტიურებაზე, რაც თქვენ თქვით და რით არის ეს განპირობებული, ხო? ჩვენმა გამოცდილებამ, ჩემმაც პირადად დააჩვენა, რომ ასეთი ტიპის პროექტებში და ასეთი ტიპის ინვესტიციების განხორციელებისას უფრო მეტი კომფორტი აქვთ ინვესტორებს, როცა ისინი სახელმწიფოსთან ერთად ახორციელებენ პროექტს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი, ეს არის ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითი. როცა ენერგეტიკაზე ვსაუბრობთ, როცა ვსაუბრობთ სხვადასხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, აქ ძალიან ხშირია საჯარო მონაწილეობა და საჯარო ინტერესი. ეს არის ისეთი ტიპის პროექტები, რომლებსაც მთელი დარგის კონკურენტუნარიანობის შეცვლა შეუძლია და მთელი დარგის წარმატება, წარუმატებლობა განაპირობებს. ამიტომ
ბუნებრივია, რომ აქ სახელმწიფოს როლი დიდია და ჩვენ ასე ვიტყოდი თელარა, რომ ვერ გავიქცევით ამ პასუხისგებლობას. ანუ არც უნდა გაიქცეთ, მაგიტომ გირჩევთ ხალხი, რომ რაღაცნაირად მარტივია, რომ არა, ხშირად ისმის კითხვები, რომ რატომ სახელმწიფო, რატომ უნდა შევიდეს კერძო ბიზნესთან ერთად, რატომ უნდა შევიდეს ბიზნესში სახელმწიფო. მსგავს საქმიან ინტერვიუს სიამოვნებით ჩავწერდით მარიამ ქროიშულთან, მაგრამ არ თუ ვერ გვთან ხდება მინისტრი. ალბათ უფლება არ აქვს ისევე როგორც სხვებს, მეტიც ნახევარწელზე მეტია. მინისტრია და ისედაც გაიშვიათებული მთავრობის ხდომების შემდეგაც კი არც ერთხელ მინახავს მედია ოთახში ჟურნალისტების კითხვების პირისპირ. არც სამინისტროში მართავენ პრესკონფერენციებს, კერძო სექტორსაც მედიის გარეშე ხვდებიან და მათ შორის მარიამ ქროიშულიც. 2025 წელიც პრეს-რელიზით შეაჯამა ჯერჯერობით, სადაც ერთი წინადადება ენერგეტიკაზეც იყო. ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის შემდგომ განვითარებაზე, რადგან 2025 წელს უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა დაამნერგეთ უშუალოდ სექტორის გაჯანსაღების თვალსაზრისით, ამბობდა მინისტრი. ინიციატივები არც მის წინამორბედებს აკლდათ, თუმცა რამდენად ჩანს ხელშესახების შედეგი და რამდენად მიმზიდველია დღეს ჩვენი ენერგეტიკა ინვესტორებისთვის, ეს არის მთავარი კითხვა და რას ამბობენ რიცხვები. გრედას აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე შემოგვიერთდა უკვე სტუდიაში. საღამოშტობის მაია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. რადგან წელს პირველად ხართ წერტილში და იმედია ეს წელი ენერგეტიკისთვის იქნება იმდენად აქტიური, რომ ხშირად მოგვიწევს თქვენი და სექტორის სხვა წარმომადგენლების მოწვევა, რისთვისაც BMG ყოველთვის ღია. მოლოდინებამდე ვისაუბროთ უბრალოდ შევაფასოთ 2025 წელი. ყოფილი მინისტრების ინტერვიუებთან ერთად ვუყურებ ხოლმე ხელახლა სხვების და ჩემს ინტერვიუებსაც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა წლებს ასე აფასებდით ხოლმე, რომ აი ეს წელი იყო ენერგეტიკაში უძრაობის ხანის დასასრული წელი, აი ეს წელი იყო გადატვირთვის წელი, მაგრამ მე რიცხვებს რომ ვუყურებთ და სხვადასხვა ინდიკატორებს, რითაც იზომება წესით ენერგეტიკაში კარგი წელი იყო, ცუდი თუ საშუალო, იქ რაღაცა დიდი გარდატეხა და უძრაობის დასასრული არ მინახავს. ან შეიძლება მე ვერ ვაფასებ სწორად რაღაცებს. ამიტომ მინდა გთხოვოთ, ავიღოთ 3 ან 4 მთავარი კრიტერიუმი, რითაც თქვენ სპეციალისტები ენერგეტიკაში შედეგებს ზომავთ და ამ კრიტერიუმების მიხედვით როგორი იყო შარშანდელი წელი ენერგეტიკისთვის. მოგესალმებით ელარა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. გილოცავთ 2026 წელს. მეც გილოცავთ. ნამდვილად ჩემთვისაც ისევე როგორც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ენერგეტიკა და ხშირად გვისაუბრია იმის შესახებ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული სექტორი. ამაზე მნიშვნელოვანი დღეს ამ ქვეყნისთვის ნამდვილად არ არის არც ფინანსური სექტორი, თუმცა ოდესღაც იყო მოგეხსენებათ, არც სამშენებლო სექტორი, ვერცერთს ვერ დავასახელებთ. არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ჩვენ ხშირად ვკითხულობთ ხოლმე სტატიებს, აშკარად იკვეთება ენერგეტიკის როლი როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მე არ მომერიდება თქვენი ეთერით თქვა, სიტყვა იარაღი უკვე მეცნიერებიც კი იყენებენ ენერგეტიკასთან სინონიმის ჭრილში. ანუ რამდენად მნიშვნელოვანი ხდება ეს სექტორი უკვე მთელი მსოფლიოსთვის ამ ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით. რომ დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, 2025 წელს მე შევაფასებდი როგორც ჩატეხილი ხიდის კერძო სექტორსა და სახელმწიფო სექტორს შორის აშენების სურვილად, იმიტომ რომ კომუნიკაცია უნდა ვთქვა აუცილებლად ნელ-ნელა უფრო აქტიური გახდა. სამინისტროს მხრიდან და მინისტრის მხრიდან რეალურად პირველად კარები გაიღო თებერვლის თვეში, როდესაც გრედას ბურდი შევხვდით, ბურდის წარმომადგენლები, პრინციპში თითქმის სრული შემადგენლობით შევხვდით და დავიწყეთ ეს კომუნიკაცია და რეალურად ჩვენ წარვადგინეთ ის პრობლემატიკა, რომელიც აქვს სექტორს. რამდენად ყველაფრის მოგვარება მოხდა ეს მეორე თემაა, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვა ობიექტურობისთვის, რომ ცალსახად დღეს ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობა, რომ შეგვიძლია კერძო სექტორის წარმომადგენლებს სამინისტროს ძალიან ღიად ვესაუბროთ და ვუთხრათ და მივუთითოთ და ვთხოვოთ იმ პრობლემატიკის მოგვარება, რომელიც წინაშეც დგას სექტორი. სამი მნიშვნელოვანი რამ რაც მოხდა, სანამ კრიტერიუმებზე გადავალთ, არის ის, რომ პირველი ეს არის
რეალურად თანხები, რომლებიც ენერგეტიკაში უნდა ჩაიდოს მიზნობრივად, რეალურად უნდა ვთქვათ, რომ ეს თანხები არ იყო ადეკვატურად მიმართული და ჩვენ ეთერამდე ვსაუბრობდით სამ ძალიან მნიშვნელოვან ჰიდროელექტროსადგურზე და დროა უკვე ავაშენოთ და პირველი ნაბიჯი გადავდგათ და დავიწყოთ ხუდონის მშენებლობით. ჩვენ კარგად ვიცით, თელარა, რომ სამივეს მშენებლობას ვერ დავიწყებთ. პრინციპში ფიზიკურად წარმოუდგენელია, სულ მინიმუმ მუშახელი არ გვეყოფა ამისთვის. თუმცა 2021 წლიდან მესმის ამაზე საუბარი. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ციხეშია, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ უფრო გვენდობა საზოგადოება და მოდი სახელმწიფო მააშენოსო, მაგრამ არაფერი არ დაწყებულა. ძალიან კარგი დავიწყოთ ხუდონით, მაგრამ ხუდონი რატომ ახსენეთ? ხუდონთან მიმართებით უფრო ჩანს ჰორიზონტზე ინვესტორი თუ მოდით ასე ობიექტურად რომ შევაფასოთ, ხომ? NK-ს თემა ჯერ კიდევ კრიტიკულია ნამოხვანთან დაკავშირებით, ამიტომ სანამ არ დასრულდება ეს პროცესი, მანამდე ჩვენ ვერ დავინახავთ ახალ შესაძლებლობას. ბატონო, ვიცით არბიტრაჟის გადაწყვეტილება სახელმწიფომ გაასაჩივრა და ნამდვილად. მეორე გახლავთ ნენსკრა. ნენსკრას ჯერ კიდევ ყავს მასის ძველი ინვესტორი, რომელთანაც მიმდინარეობს რეალურად მოლაპარაკება, რომ სახელმწიფომ წამოიღოს ეს პროექტი. რაც შეეხება ხუდონს, ხუდონთან მიმართებაში არის რამდენიმე ვარიანტი პროექტისა და ახლა ჯერი უკვე არის სახელმწიფოზე, როგორ მოიქცევა. ადგება და შეიძლება ითქვას საკუთარ თანხებს, რომლის მომხრენიც ჩვენ ვართ. ჩადებს ხუდონის მშენებლობაში თუ ნახავს რეალურად ინვესტორს და ორივეს თანხwebdrift შეეცდება რომ ააშენოს. მე პირდაპირ ვიტყვი იმას, რომ არ გამოვრიცხავ ძალიან საინტერესო ინვესტორი იყოს დღეს რიგში, რომელიც მზად არის ხუდონში ჩადოს თანხა, აქ უკვე უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფო, თვითონ შევა თუ ამ ინვესტორთან ერთად შევა. დამოუკიდებლად პირდაპირ ვიტყვი ცოტა რთული იქნება იმ პრობლემატიკის გათვალისწინებით, რაც ჩვენ წინ დაგვხდა ზუსტადაც ნამოხვანთან დაკავშირებით. ეს კომუნიკაცია აქტიურად მიმდინარეობს, ახლა მირჩევნია ეკონომიკის მინისტრს ვუსვამდე ამ კითხვას, მაგრამ რადგან ისინი არ თუ ვერ მოდიან და თქვენ კიდე ასე ვთქვათ, სექტორის ხმას წარმოადგენთ, არის დამაკმაყოფილებელი კომუნიკაცია და ტემპი, რაც მთავარია, იმიტომ რომ მართლა ლაპარაკი ბევრი წელია გვესმის, მაგრამ საქმის ნაკლებად ხედავთ. მეც პირდაპირ გეტყვით იმას, რომ მე მირჩევნია ამ კითხვაზე სწორედაც, რომ პასუხი იყოს შესაბამისად ოფიციალური პირების მიერ, ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ შევაფასოთ იმ მოცემულობით რეალობა, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ. კერძო სექტორი ჩვენ ვხედავთ საჭიროებას იმისა, რომ მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები აშენდეს. იმიტომ რომ დაბალანსება გვჭირდება ჩვენ ელექტროენერგიის და ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ელექტროენერგია გქონდეს, მაგრამ მაგას მეორე გამოწვევაც აქვს გადამცემი ქსელების მიმართულებით, რამდენად უნდა მიხვეს განვითარებას, მშენებლობა და განვითარება. კომუნიკაცია გამოყავით, ეს იყო ყველაზე მთავარი პრობლემა და ამიტომ ახსენეთ, თუ ამაზე დიდი და კარგი არაფერი მომხდარა 2025-ში ენერგეტიკაში. რეალურად პირველი ნაბიჯი ყველაფერში არის კომუნიკაცია. მესმის. ჩვენ ვახსენეთ, ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც იყო კომუნიკაციის დაწყება, ვახსენეთ, თქვა დაზოგილი თანხები და რჩევა იქნება, რომ ეს მივმართოთ მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისკენ. მეორე თემა გახლავთ ის პროექტები, რომლებიც ფურცელზე იყო და რეალურად დარეზერვებული იყო სიმძლავრეები. ამასაც ითხოვდა კერძო სექტორი და ესეც დაკმაყოფილდა. გადაიდგა ნაბიჯი. კი ბატონო, მესამე არის მილიარდი ლარის ჩამოწერა. თუმცა აქ ჩვენ ნახეთ ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს სამინისტროს მიმართ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ პასუხი კითხვაზე, თუ რომელ პროექტებზეა კონკრეტულად საუბარი, თუ რომელ კომპანიებზეა კონკრეტულად საუბარი, რა თანხები არის ალოკაციის თვალსაზრისით კონკრეტულ კომპანიაზე, იმიტომ რომ ამის შესახებ დაახლოებით 2 თვის წინ გაკეთდა განცხადება და სექტორი ახლა ჩათვალეთ ყოველდღიურ რეჟიმში მინიმუმ 3-4 ზარი მაინც შემოდის ჩემ ტელეფონზე, სადაც თხოვენ კომუნიკაცია სამინისტროსთან იმასთან მიმართებაში, თუ რა ხდება თქვათ კონკრეტული უშუალოდ უკვე კონკრეტული ინვესტორის თავს მემორანდუმების ჭრილში. ანუ ჯერჯერობით კრიტერიუმები, ეს 1 მილიარდი ლარი, ვის, რა ტიპის ინვესტორს, როგორ ჩამოეწერება, სექტორმა არ იცის. ამ ეტაპისთვის ეს ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა დადასტურებით ვიცით, რომ არსებობს კონკრეტული ინვესტორები და კონკრეტული პროექტები. ჩვენ რაც ვიცით სამინისტროსგან არის ის, რომ აუცილებლად შედგება შეხვედრა კერძო სექტორსა და სამინისტროს შორის, სადაც კონკრეტულად გაცხადდება უკვე ეს ინფორმაცია. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, სექტორს ყოველთვის ეჩქარება და ეს არის საკმაოდ ლეგიტიმური
შეუძლებელია მხოლოდ საუბარი და დაპირება ესმის სექტორს, ხო? უნდა ვთქვა, თელარა, რომ ეს არის ლეგიტიმური მოთხოვნა კერძო სექტორის, იმიტომ რომ დროფულია და ინვესტორებს რა თქმა უნდა აქვს სურვილი იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ ინვესტიცია და თქვენთვის რამდენადად გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს, ფულის პრობლემა ქვეყანაში არ არის. ანუ ინვესტიციის თანხის პრობლემა არ არის. აქ არის უკვე ბიუროკრატიის ნაწილი. იმიტომ რომ მათ აქვს სურვილი რაც შეიძლება სწრაფად შევიდნენ სექტორში, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ. ანუ დღეს ქვეყანაში მიუხედავად იმ турბულენტური გარემოსი, რაც რეგიონშია, მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, რაც გვაქვს, არიან ინვესტორები, უცხოელები თუ ადგილობრივები თუ რაღაც ერთობლივად, ვინც მზადაა საქართველოს ენერგეტიკაში ჩადოს ფული, იქნება მზე, ქარი თუ ჰიდრო, მაგრამ მთავარი ბარიერი არის თამაშის წესები, ბიუროკრატია. ერთი ფანჯრის პრინციპი. ნამდვილად. ვითვერ ერთი ფანჯრის პრინციპი. ერთი ფანჯრის პრინციპი ნათია თურნოვაც საუბრობდა 2019 წელს ეკონომიკის მინისტრი რო იყო. 2026 წელია. სამი მინისტრი გამოვიცვალეთ, ერთი ფანჯარა ვერ გაგვიხსნია. უნდა გავხსნათ. კარგი, იმედია, ჩვენ აუცილებლად მოვიკითხავთ და თუ სადმე გამოჩნდა ეკონომიკის სამინისტრო თავისი გუნდი, მათ შორის მილიარდიანი ჯარიმის ჩამოწერის წესზეც და ტემპზეც დავსვამთ აუცილებლად კითხვებს. სხვა თემებზეც მინდა მოვასწროთ საუბარი, რაც დასაწყისში დავაანონსე. ელექტროენერგია 3 თეთრით უნდა გაძირებულიყო, როგორც ვიცით, 1 იანვრიდან, მაგრამ გადაიდო 3 თვით. რატომ თქვენ სოციალურ ქსელშიც მოკლე, მაგრამ საინტერესო პოსტი გქონდათ ამ თემაზე, რატომ არის საშიში ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს იაფი დენი და როგორ შეიძლება ფასის გადახდა მოგვიწიოს, გულისხმობ არა მხოლოდ იმათ, რომ შეიძლება ხშირად გაითიშოს და გაგვეთიშოს ელექტროენერგია, არამედ ისევ არ მოგვიწიოს ბევრი მილიონის გადახდა თუ რომელიმე კომპანია, იმედი ასე არ იქნება, ისევ წავა არბიტრაჟში და ამ ფორმით ინვესტორი მოითხოვს თავის უფლებების დაცვას და თავის ინტერესების. ზოგადად იაფი ძვირი ძალიან აბსტრაქტული ცნებებია. ამას ხაზი უნდა გაუსვა. ეკონომიკა და ფინანსები ამას არ იცნობს. რეალურად იაფი ტარიფი, რომელიც დღეს მოქმედებს 3 თეთრით თუ გაძვირდება, აქ პრობლემა იცით რა არის? ძვირი კი არა, არამედ მოსახლეობის წყიდველობით უნარიანობის მაჩვენებელი. ჩვენ რა თქმა უნდა გრედა ვატარებთ ხოლმე გარკვეულ კვლევებს. ტარიფი ნამდვილად არ არის სხვა ქვეყნებთან შედარებით თელარა დიდი. აქ უბრალოდ კითხვა ისმის, რამდენად შეუძლიათ მოსახლეობას, შემოსავალი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დაფაროს კომუნალური გადასახადები. თორე აქ იაფი ძვირზე უკვე ნამდვილად არ არის. ტარიფი არის სამართლიანი, ობიექტური, იმიტომ რომ ამას ადგენს დამოუკიდებელი ინსტიტუცია სემეკი და ის ხელმძღვანელობს 2014 წელს საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მიღებული მეთოდოლოგიით. სემეკი თქვენ ანალიტიკასთან ინტერვიუში დეკემბრის ბოლოს თქვით, რომ სემეკი არის დამოუკიდებელი და უნდა შეინარჩუნოს ეს დამოუკიდებლობაო, როდესაც ზუსტად ტარიფებზე იყო საუბარი. იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რაც პრემიერთან კომუნიკაციის შემდეგ მოულოდნელად შეიძლება ითქვას წლის ბოლოს დავით ნარმანია მიიღო, დამოუკიდებელია სემეკი? სემეკი თავისი დასაბამიდან არის დამოუკიდებელი მისი შექმნის მომენტიდან. ის შეიქმნა USAID-ის და ამერიკის შეიძლება ითქვას დახმარებით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ამ სახელმწიფოს. იმიტომ რომ მათი ინიციატივა იყო სწორედაც რომ გამოყოფოდა ეს ინსტიტუცია როგორც ესეთი ეკონომიკის სამინისტროს და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ გვაქვს ესეთი მოცემულობა რომ 3 თვის შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს ტარიფის დადგენა. 3 თვით შესაძლოა გადაიდო და ეს გაიყინა ეს პროცესი, მაგრამ 3 თვის შემდეგ ეს პროცესი იქნება გარდაუვალი უბრალო მიზეზის გამო. იმიტომ რომ სექტორში ექმნება გამოწვევები და სემეკისთვის მნიშვნელოვანი იცით რა არის თელარა მარტო ტარიფი კი არა. არამედ ის კომპანიები, რომლებიც მისი რეგულირების ქვეშ არიან, მათ უნდა შეძლონ ფინანსური თვალსაზრისით მდგრადობის შენარჩუნება. სემეკი ზრუნავს რამდენიმე მიმართულებით. ერთი არის მოსახლეობა, მეორე არის რა თქმა უნდა ბალანსის დაცვა კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის და ამას ემატება რა თქმა უნდა სახელმწიფოს ინტერესი. ანუ მაგრამ 31 დეკემბერს, 30 დეკემბერს 29-ში 3 თვით გადავდოთ ტარიფის გაზრდა. ეს გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. ეს გადაწყვეტილება სემეკმა მთავრობა.
ეს გადაწყვეტილება მიიღო სემეკმა, გაჟღერდა ბატონი დავით ნარმანიას მიერ, აქ ერთი თემა არის უფრო კრიტიკული. იმიტომ რომ შეთანხმებული ინვესტიციები უნდა დარჩეს შეთანხმებულად. ენერგოპრო 2 მილიარდ ლარს ითხოვდა ძალიან დიდი ხნის წინ იმისათვის რომ ჩაედო ქსელში და მთელი საქართველოს მასშტაბით მოეხდინა რეაბილიტაცია. და საჭიროც არის, იმიტომ რომ მართლა პატარა ნიავზეც და პატარა თოვლზეც რეგიონებში, სოფლებში შუქი ქრება. და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ თელარა, იცით რა, კონკრეტულად, როდესაც ხდება ავარიები, იმისი რეაბილიტაცია. ან უნდა გამოვიდეთ იმ რეჟიმიდან, რაც არის ადამიანს, როდესაც რაღაცა ტკივილგამაყუჩებლის მიცემის პროცესიდან. აქ უნდა გაკეთდეს ოპერაცია, ჩატარდეს ოპერაცია, მტკივნეული ოპერაცია და ქსელები უნდა გამოიცვალოს. აი პოპულიზმი ხშირად არის დამღუპველი და იმედია 3 თვის შემდეგ მაინც სემეკი მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც დაითვლიან და როგორც ინვესტორებთან შეათანხმებენ, რაც მოხდა ყველამ ნახეთ. ცოტად რო გრჩება და ინტერაუს кейსზეც მინდა აუცილებლად კითხოთ. 129 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს საქართველოს რუსულ კომპანიას. რა უნდა ისწავლოს ხელისუფლებამ ამ ძვირადღირებული გაკვეთილისგან? მაშინაც შეიძლება მასშტაბი სულ სხვა და სხვა, მაგრამ ერთ-ერთი მოტივი ის იყო, რომ აი ტარიფი არ გაზრდილი იყო და ვითომ მთავრობამ დაიცვა მაშინ მოსახლეობა, როგორც ახლა მაგალითად 3 თვით არ გაგვიძიურეს ტარიფი, მაგრამ წლების შემდეგ 400 მილიონ ლარამდე გვიჯდება აი ეს დაცვა და ზრუნვა. თავარი გაკვეთილი რა უნდა იყოს? კარგი კითხვა, უბრალოდ ამ ორს ერთმანეთისგან გამომიჯნავდი, მაგრამ შინაარსობრივად აბსოლუტურად სხვადასხვა არის. უბრალოდ ზრუნვის კომპონენტი მაშინაც იყო, რომ ტარიფი არ უნდა გაზრდილიყო. თქვენ წარმოიდგინეთ არა. ამაში ერთ-ერთი კი მე შეიცვალა კანონმდებლობა, ეხლა მაყურებელი არ მინდა დავაბნიოთ, სულ სხვანაირად დავიწყეთ, მაგრამ ამავე დროს იმ მთავრობას, როდესაც ინვესტორის წინაშე რაღაცა ვალდებულება აიღე, სემექსაც უნდა ხსომებოდა, არ ვიცი ინსტიტუციურად თუ როგორ, რაზე ქონდა ხელი მოწერილი, იმიტომ რომ დღეს ამ ფულს ვიხდით ჩვენ. კი ბატონო, რეალურად მოცემულობა ცოტა განსხვავებულია, ხო, რაც ახლა თქვენ ახსენეთ, ამიტომ ამ ნაწილში შეგეკამათებით და გეტყვით, რომ ორი რადიკალურად განსხვავებული შემთხვევაა. იმაში აბსოლუტურად გეთანხმებთ, რომ როდესაც სახელმწიფო ხელს აწერს რაიმე ორმხრივ შეთანხმებას, ეს ორმხრივი შეთანხმება ფურცელზე დაწერილი, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, შემდეგ აუცილებლად უნდა შესრულდეს. რაც არ უნდა მოსწონდეს წინა, ვთქვათ, ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ამიტომ ამ ნაწილში ნამდვილად უბრალოდ მან თემა გახლავთ ის, რომ როდესაც ითქვა, რომ ტარიფების დადგენა უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების უნიფიცირებული მეთოდოლოგიით, აქ თელარა გამონაკლისების დაშვება ვერ იქნებოდა და არ იქნებოდა მისასალმებელი. ამიტომ ერთი და იგივე სტანდარტით მოხდა რა ყველას მიმართ მიდგომა, ამან გამოიწვია შემდეგ უკვე აი ის ნაწილი, რამაც მოიტანა აი ეს ნეგატიური შედეგი. რეალურად ვალდებულებაც რაღაცა ფორმით მაშინ სხვანაირად უნდა ყოფილიყო. კი ბატონო, თუმცა აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ამ ნაწილში შესაძლებელია ხოლმე გარკვეული ნაწილების მოლაპარაკების გზით გადატანა, ვთქვათ, სხვადასხვა დროში გაწევა ან ასე შემდეგ. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ, როდესაც სახელმწიფო მოლაპარაკებაზე ჯდება, იქ ძალიან კრიტიკული არის მაღალი რანგის პროფესიონალების და კვალიფიკაციის მქონე ადამიანების ყოფნა ინსტიტუციონალური მახსოვრობა. თქვენ ბევრჯერ ახსენეთ დღეს ჩემთან ინტერვიუში ინსტიტუციონალური მახსოვრობა. იმიტომ რომ მოდის ახალი თაობა, მაგრამ ძველის ნიველირება არ შეიძლება, იმიტომ რომ ისინი არიან ის, ვინც მოყვებიან ისტორიას და ისხდნენ იმ შეხვედრებზე. ენკას შემთხვევაშიც იგივე წინა პრემიერმა მოაწერა ხელი, ირაკლი ღარიბაშვილს არ მოეწონა, ფული უნდა გადავიხადოთ ჩვენ, ღარიბაშვილი არის ციხეში. ბევრჯერ ვახსენეთ ყოფილი პრემიერი, მაგრამ ასეა და კარგი იქნება ამ გაკვეთილებს ისწავლიან მთავრობები, რომლებსაც ჩვენ ვქირავთ. სულ 3 წუთი გრჩება და აუცილებლად მინდა გკითხოთ, გრედას კანონპროექტიც რაიმე სიახლე ხომ არ არის. ამაზეც ბევრი წელია ვსაუბრობთ, ყველა ინტერვიუში გეკითხებით. მარიამ ქრუიშვილის იმედი გქონდათ, ის დაგვირდათ გავეცნობი კანონპროექტს, ხوار წაიკითხა ან ხომ ჩამოყალიბდა იცით რამე. ნამდვილად ვიცით, რომ გაეცნო კანონპროექტს.
ისიც ვიცით, რომ აქტიურად არის ჩართული როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე გარემოს დაცვის სამინისტრო, ამასთანავე ამ მიმართულებით არის რეგიონალური განვითარების სამინისტრო, ახლა გადასულები არიან მუნიციპალიტეტებზე, იმიტომ რომ აღსრულება უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების მიერ. აქ ახლა მთავარი კითხვა არის, შეუძლებს თუ არა მუნიციპალიტეტების კვალიფიკაცია და შესაძლებლობა და უნარები საბოლოო ჯამში მიღებული კანონპროექტის შედეგად ამ ყველაფრის აღსრულებას. თუმცა მე ველოდები იმას, რომ მე მაინც წავიდოდი რისკზე, სიმართლე რომ ვთქვა, მივიღებდი ამ კანონპროექტს ის რომ იყოს და მე ხელმეწიფებოდეს, იმიტომ რომ არ არსებობს ნებისმიერი სიახლე, რომელიც პრაქტიკაში მიდის და მას შეცდომებით ანაზდევს. ნორმალურია, როდესაც ვშრომობთ, შეცდომებს უშვებთ და შემდეგ ვასწორებთ. თავარი პოლიტიკური ნება და ლაპარაკთან ერთად საქმეც მივაყოლოთ. წელს ელოდებით ჩვენი დროც ამოიწურა, რომ ეს წელი ენერგეტიკაში იქნება რაღაც დათვლადი შედეგების წელი, მეტი ინვესტიციის, გენერაციის მეტი ახალი ობიექტის მშენებლობის დაწყების, ან აქტიურ ფაზაში გადასვლის, მეტჯერ გნახავთ თქვენს მინისტრსაც და სხვებსაც მშენებარე ობიექტებთან ან გახსნაზე ან დახურვაზე. 2026 წლის ბოლოს მე და თქვენ ერთად უნდა დავთვალოთ მარგი ქმედების კოეფიციენტი. ეს რთულად ასათვლელია, მაგრამ შესაძლებელია. და ალბათ პირველად ამას გავაკეთებთ ერთობლივად, იმიტომ რომ კერძო სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკვე ტარიფიც, ხაზგასმით ვამბობ, მნიშვნელოვანია ის შემოსავლები, რომელიც მათ უნდა მიიღონ და ახალი ობიექტების მშენებლობას მოახმარონ, მნიშვნელოვანია მეტი გენერაცია, მეტი ექსპორტი, ნაკლები იმპორტი ზაფხულში, ზამთარს ვერ გავექცევით ეს მოცემულობა და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ენერგეტიკულ ხაბად ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ამისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ამ ქვეყანას ამის შანსს აძლევს. ისე ხომ მართლობთ ინფორმაციას, შარშან რამდენი ახალი ჰიდროელექტროსადგური რა სიმძლავრის ჯამურად შევიდა ექსპლუატაციაში. 2025-ში მახსოვს 4 ჰესი იყო, მცირე და საშუალო ზომის ერთი დიდი ხობი. ჯამში როგორც ჩვენ უკეთესი წელი გქონდა თუ უარეს ერთ-ერთი საზომი ხარ. მოდით ცოტა ხანში შევაჯამოთ ეს ყველაფერი, მას შემდეგ რაც ჩვენს გვექნება კომუნიკაცია და ამ მონაცემთა ბაზას სრულ ანალიზს გავუკეთებთ. კი ბატონო, იმედია ვრცელი ანგარიშითაც დახურულ ან ღია ფორმატში წარდგება ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის შესახებ. წერტილი რას დავუსვათ ამჯერად, ამ წელს, ამ ქვეყანაში. დროში ჩამორჩენას. ენერგეტიკაში თუ ზოგადად? ჩვენთვის პრიორიტეტი ენერგეტიკა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები ენერგეტიკას და მეტი ინვესტიცია ამ დარგს. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე. მე ხვალამდე გემშვიდობები.